ისწავლე და დასაქმდი, ასე ქვია პროგრამას, რომელსაც თბილისის მერია სრული დაფინანსებით ახორციელებს. პროგრამის ახალი ეტაპი და მსურველების ონლაინ რეგისტრაცია დაწყებულია. რამდენად დიდია მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა პროფესიულ პროგრამებზე და რა კრიტერიუმებით ხდება სასწავლებელში მსურველების მიღება. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ პროფესიული კოლეჯის სპექტრის დირექტორთან მათე ტაკიძესთან. მოგესალმებით ბატონო მათე, მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისათვის, მადლობა. ბატონო მათე, რადგანაც ახლა მიმდინარეობს რეგისტრაცია, მოდით პირველ რიგში დავიწყოთ ამით, ვის და როგორ შეუძლია თბილისის მერიის პროგრამაში ისწავლე და დასაქმეში მონაწილეობის მიღება. თვითონ პროგრამა არის ძალიან საინტერესო მერიის პროგრამა, იმიტომ რომ ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნილება ამ პროგრამაზე დარეგისტრების და მსურველთა რიცხვი გაორმაგდა და შეიძლება ითქვას გასამაგდა, ძალიან მარტივია რეგისტრაცია. თბილისის მოქალაქეებს შეუძლია ნებისმიერ კოლეჯში დედაქალაქში დაარეკონ, მათ შორის ჩვენთან და ონლაინ შეუძლიათ ისე რომ კოლეჯში არ მივიდნენ გაიარონ რეგისტრაცია, ხოლო შემდგომ ჩვენები დაუკავშირდებიან, როცა დაიწყება სასწავლო პროცესი. თუმცა მანამდე ალბათ მოგვიწევს გასაუბრება გამომდინარე იქით, რომ იმდენად დიდი არის მოთხოვნა, წარმოუდგენლად დიდ მასშტაბებზე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ადგილი გვაქვს გამოცხადებული და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ რამოდენიმე კოლეჯი ახორციელებს სხვადასხვა სექტორული მიმართულებით, მაგალითად ტურიზმის სექტორი არის სამედიცინო IT მიმართულების ავტოინჟინერის მიუხედავად ამისა, რომ მრავალი პროგრამა არის გამოცხადებული, ყველგან არის ძალიან მაღალი მოთხოვნა. ეხლა წამოსვლის წინ კიდევ ერთხელ გადავხედე რეგისტრაციის რეესტრს და მინდა გითხრათ, რომ ყველა პროგრამაზე არის კონკურსი და იმდენად დიდი კონკურსებია ზოგიერთ მიმართულებაზე, რომ მე არ ვიცი როგორ შეიძლება ესე ვთქვათ შევარჩიოთ ის კატეგორია, რომელმაც უნდა დაიწყოს სწავლა, თუმცა ვეტყვი თქვენ მსმენელს ამ შემთხვევაში, რომ სანერვიულო არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ მერია კიდევ აპირებს ამ პროგრამის გაგრძელებას და კიდევ დააფინანსებს შესაბამისად გაზაფხულისთვის და გარდა ამისა სხვა პროგრამებიც არის, რომელთანაც სადაც სწავლა ესევე უფასო იქნება. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია, თუმცა რეგისტრაცია ახლა მიმდინარეობს, თუმცა რეგისტრაციის მერე არის კიდევ მეორე ეტაპი, შერჩევითი ეტაპი. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებს პოტენციური ბენეფიციარი, რომ მოხვდეს და ჩაირიცხოს? პირველი რაც არის, მინდა ვთქვა, რომ ხვალ მთავრდება რეგისტრაცია და ანუ ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს იმისთვის, რომ დარეგისტრირდნენ. რაც შეეხება რეგისტრაციის კრიტერიუმებს, თუ როგორ უნდა მივიღოთ, შემდგომ პირველი ის არის აუცილებლად უნდა იყოს დედაქალაქში ჩაწერილი, და აქვე მინდა განვმარტო მოსახლეობასო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, არსებობს კიდევ ორი სახელმწიფო მოკლევადიანი პროგრამები, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ვღებულობთ. ამ შემთხვევაში ეს არის მუნიციპალური პროგრამა, აფინანსებს თბილისის მერია და უნდა იყოს თბილისში ჩაწერილი მოქალაქე. მეორე კრიტერიუმი გახლავთ, რომ აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მოტივირებული, შესაბამისად დაუსაქმებელი, იმიტომ რომ ჩვენ პროგრამას ვაკეთებთ გამომდინარე იქით, რომ ადამიანს სჭირდება დასაქმება, ახალი კვალიფიკაციის მიღება, მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და შემდგომ დასაქმება. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ კიდევ სხვადასხვა ტიპის კრიტერიუმებს, იგივე როგორც არის სოციალური, ესე ვთქვათ, მიმართულება, სოციალური დაუცველი სტატუსი და ასე შემდგომ, თუმცა ძირითადი თემა ხდება თითოეული მსურველის, თითოეული დარეგისტრებულის მოტივაციურ სურვილებზე, თუ რამდენი დიდი აქვს მას მოტივაცია ამ თუ იმ პროფესიის დაუფლების. და მინდა გითხრათ, რომ მოტივაცია მართლა არავის არ აკლია, იმიტომ რომ ისინი აბსოლუტურად შეგნებულად ირჩევენ ამ თუ იმ პროფესიას, შემდგომ რეგისტრირდებიან და შემდგომ რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით მოდიან რეგისტრაციის დროს. ესე რომ მოტივაცია ნამდვილად არ აკლია, ჩვენ დაგვჭირდება საკმაოდ სერიოზული შერჩევა ამ პროცესების დროს. ბატონო მათე, თქვენ მცირედით შეეხეთ, მაგრამ მოდით კონკრეტულად და ვრცლად ჩამოვთვალოთ ის პროგრამები, რომლის შესწავლაც არის შესაძლებელი ამ პროგრამის მიხედვით. ამ პროგრამის მიხედვით დაწყებული არის დავუშვათ გეოდეზიის მიმართულებიდან დაწყებული, რომელიც უზარმაზარი მოთხოვნა გახლავთ, გეოდეზია, ენერგეტიკა, შედუღება, მეთუნეობა, იგივე კერამიკის მიმართულება, დურგალი, ხისფხატული რესტავრაციის მიმართულება, კონდიცირება და სამაცივრო სისტემები, შესაბამისად ეს პროფესიები, რომელიც მხოლოდ ჩვენთან, მაგრამ გარდა ამისა არის კოლეჯები, სადაც იგივე IT მიმართულებები ხორციელდება, სადაც სამედიცინო მიმართულებები ხორციელდება, იგივე ტექსტილი, მინანქარი და ასე შემდგომ, ანუ ბევრი პროფესია იმ კოლეჯებში და ისევე სერვისის მიმართულება, კულინარია, კონდიტერია და სერვისის სფეროს მომსახურების მიმართულებები, ამიტომ მე უნდა მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ შესაბამისად დედაქალაქში რამოდენიმე კოლეჯი, სახელმწიფო კოლეჯი, ესევე კერძო ოპერატორები ჩართულები არიან ამ პროცესში, რათა მათ გაუადვილდეთ და არჩევანი ქონდეთ საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ ბევრი
გემოვნების მქონე ადამიანია და მათ გემოვნება ჩვენ ვაკმაყოფილებთ გამომდინარე იქიდან რომ არჩევანი საკმაოდ მაღალია, გააჩნია ვის რა უნდა, ვის რა სურს და ყველა ჩამოთვლილი პროფესია რომელიც ახლა ვახსენე იმდენად დიდია მოთხოვნილება ამ პროგრამებზე რომ ბიზნესსა და ჩვენ შორის კომუნიკაციიდან გამომდინარე ძალიან ხშირად ვერ ვაკმაყოფილებთ ბიზნეს მოთხოვნებს გამომდინარე იქიდან რომ მათ ბევრი ჭირდებათ რაოდენობრივად, ანუ შეიძლება ვამზადებდეთ რამოდენიმე ათეულ, რამოდენიმე ასეულ კადრს, მაგრამ მიუხედავად ამისა ბაზრის დაკმაყოფილება ძალიან რთულია გამომდინარე იქიდან რომ საკმაოდ დიდი დეფიციტია დღეს ქართული შრომის ბაზარზე. თქვენ რამდენად შეთანხმებთ ბიზნესი რადგან ახსენეთ, რამდენად შეთანხმებით ხდება ეს თქვენს და ბიზნესის შორის, რა არის მათი მოთხოვნა და პროგრამებიც რამდენად ეწყობა მათ? ესევე მინდა განმარტება გავაკეთოთ, ესეც მინდა იცოდებს სმენელმა, რომელსაც სურვილი პროფესიულ განათლებაში ჩართულობის, ნებისმიერი პროგრამა, რომელიც კეთდება შინაარსობრივი მხარე, ეგრეთ წოდებული კონტენტი კეთდება ჯერ ბიზნესთან ერთად, ანუ ბიზნესი სანამ არ იტყვის ზუსტად ესეთი პროგრამა მინდა, ჩვენ მანამდე სახელმწიფო ვალიდაციას არ გავდივართ. პირველი ეტაპი არის ბიზნესთან მუშაობა, ბიზნესის ჩართულობა, პროგრამის მომზადება და ამის შემდგომ სახელმწიფო ავტორიზაცია. არ შეიძლება ჩვენ ავწდეთ ბიზნესის ხედვებს გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში მათი დასაქმება გართულდება. ამიტომ ყველა პროგრამის შექმნაში ბიზნესი ჩართულია, უფრო მეტიც მათი პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. ისინი ჩართული არიან სელექციის ნაწილში, ისინი ჩართული არიან გასაუბრების დროს მოტივაციურ გასაუბრებაზე და ისინი ჩართულები არიან კვალიფიკაციის მინიჭების პროცესში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი და პროფესიული გუნდი ინაწილებს პასუხისმგებლობას თითოეული ადამიანის მომზადებაზე, მათ კვალიფიკაციაზე და შემდგომ მათ დასაქმებაზე, რათა წარმატებით დასაქმდეს ყველა მათგანი. ამიტომ ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ბიზნესი ძალიან კარგად ჩართული და უფრო მეტიც ჩვენი ბრენდირებული ლაბორატორიების ძირითადი ნაწილი ზუსტად დააფინანსა ბიზნესმა გამომდინარე იქიდან, რომ მათ უნდათ მაღალი დონის ლაბორატორიებში ხდებოდეს მომავალი თანამშრომლების მომზადება. სწორედ დასაქმებაზე მინდა გკითხოთ, მაშინ როდესაც პროგრამას გაივლის ესა თუ ის ბენეფიციარი და სწავლების შემდეგ რა ხდება, რამდენად დიდია დასაქმების ალბათობა თუ ეს გარანტია არის? ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დასაქმების არის 70%, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, იმიტომ რომ მოთხოვნა იზრდება, ბიზნესი არა თუ ჩართულია, არამედ დამერწმუნეთ, რომ თუ ჩვენ ნებას მივცემთ სწავლის დასრულებამდე წაიყვანებენ კადრებს, ამიტომ ვცდილობთ რომ ჯერ დავასრულებინოთ და ბიზნესთან შეთანხმებას მივახციოთ, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება ბოლომდე აითვისონ ყველა ის კომუნიკაცია, ყველა ის კვალიფიკაცია, რომელსაც ჩვენ ვაწვდით ხარისხად და შემდგომ დასაქმდნენ ბიზნესში, იმიტომ რომ მოთხოვნა მაღალი გახლავთ, ბიზნეს მუდმივად უნდა ეს კადრები მუდმივად თანამშრომლობს ჩვენთან, ისინი ხვდებიან სტუდენტებს, უქმნიან სამუშაო პირობებს და თან ხვდებიან თუ რა ბენეფიტები, რა ბონუსები ექნება თითოეულ მათგანს დასაქმების შემდგომ ამა თუ იმ კომპანიაში. ამიტომ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი და შემდგომ ამისა ჩვენ ვაკეთებთ გამოკითხვას ყველა კურსდამთავრებულების, რომელიც დასაქმდა ამა თუ იმ კომპანიაში. ყოველი 6 თვეში ხდება ეს კვლევების ჩატარება, ჩვენ უკავშირდებით ჩვენს კურსდამთავრებულებს, ვეუბნებით როგორი არის მათი დასაქმების შემდგომი მაჩვენებლები, ხო არ ხდება როტაცია, ან ხო არ ეძებენ სამსახურს, რომ ჩვენ კიდევ დავეხმაროთ და სხვა ბიზნეს მივეწოდოთ ამ შემთხვევაში მათი მონაცემები. ამიტომ ჩვენ არასოდეს არ ვკარგავთ კონტაქტს ჩვენს კურსდამთავრებულებთან, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ საერთო სტატისტიკაზე გქონდეს რეალური წარმოდგენა, როგორ ხდება, როგორი არის მათი შემდგომი უკვე, ესე ვთქვათ, დასაქმების შემდგომი მაჩვენებლები და გარდა ამისა გვაქვს ერთიანი რეესტრი. თუ ბიზნესი ჭირდება, ჩვენ ამ ერთიანს ვაწვდით, რომ დაუკავშირდნენ შესთავაზონ სამსახური და შესთავაზონ ის პირობები, თუ რა ჭირდება ამა თუ იმ მოქალაქეს. ბატონო მათე, სტატისტიკა რასაც ხატყობს, რომელი პროფესიები არის ყველაზე მოთხოვნადი და ასევე დეფიციტურიც, რომელიც არის ამასაც გეტყვით, რომ სამშენებლო ინჟინერიაში დამრწმუნეთ, რომ არ არსებობს პროფესია, რომელზედაც არ იყოს მოთხოვნილება. ყველა მათგანზე არის მოთხოვნილება, ყველა მე შემიძლია ვთქვა, რომ დეფიციტური და მაღალანაზღაურებადი არის ყველა ეს მიმართულება. ბოლო პერიოდში შემოდის ახალი მიმართულება და ჩვენ ახლა ზუსტად მერიაში ვახორციელებთ კიდევ ახალ საერთოდ ახალ პროგრამას, რომელიც აღმოჩნდა, რომ მოთხოვნილება ძალიან მაღალია, მაგალითად დიზელის ძრავის გენერატორების სპეციალობა, რომელიც ჭირდება არა მხოლოდ დიდ სატვირთო ავტომობილებს, არამედ იგივე გემ, ესე ვთქვათ, სანაპირო დაცვის სამსახურს, კომპანიებს, რომლებიც გემზე, ესე ვთქვათ, ყავთ სხვადასხვა გემები და ემსახურებიან ტვირთზიდვას და ასე შემდგომ. აღმოჩნდა, რომ თურმე ეს პროფესია
ყოფილა იმდენად მოთხოვნადი, როგორც კი ჩვენ გამოვაცხადეთ ამ პროგრამის შესახებ და გავიარეთ ავტორიზაცია, უკვე გვიკავშირდება უამრავი კომპანია, უამრავი სხვადასხვა მოქალაქე, რომელთაც სურთ ამ კონკრეტული პროფესიის შესწავლა. ანაზღაურება არის საკმაოდ სოლიდური, ამიტომ ვფიქრობ, რომ ანალოგიური ტიპის ახალი პროფესიების შემოდინება საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეების დასაქმებისთვის. კი ბატონო, მსურველები ძალიან ბევრია, ამას რეგისტრაციის მაჩვენებლებით ცხადყოფს. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს. მადლობა თქვენ. პროფესიული კოლეჯის სპექტრის დირექტორი მათე ტაგიძე იყო ჩვენი სტუმარი.